ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საზაფხულო დასაქმების შესახებ დღეს რამაზ ნიკოლაიშვილი ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 4000-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს. სტუდენტს, რომელიც დაკისრებულ სამუშაოს წარმატებით შეასრულებს, სამინისტროში მუშაობის პერსპექტივა გაუჩნდება. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა 20 ივლისიდან დაიწყება და 20 აგვისტოს დასრულდება. შევხვდით იმ სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც დასაქმდებიან იმ ობიექტებზე, რომელიც განაცხადი გააკეთა ჩემო სამინისტრომ, დაახლოებით 4000 სტუდენტია და თითქმის შევსებულია განაცხადები. ჩვენ ვისაუბრეთ იმ წესებზე, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი. ჩვენ გვექნება კიდე შეხვედრები იმ კომპანიებთან, სადაც ეს ადამიანები დასაქმდებიან. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად იმის გარდა რომ მიიღებენ ანაზღაურებას, ამის გარდა მიიღონ სერიოზული ინფორმაცია და გამოხატონ თავიანთი ინტერესები. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის კონკრეტულად ამ საზაფხულო დასაქმებასთან დაკავშირებულ პროგრამას. მოხარული ვარ მე პირადად და იმედი მაქვს, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა მომავალი წლისთვის და გაგრძელდება ეს პროგრამა, რაც აისახება, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობის დასაქმებას.